დღეს გადაცემაში ნახავთ. ჩვენ თამაშობთ თამაშს, შეგიძლია მოიგო 100,000. რომელ ნერვიულობ? აი რო გამოდიოდი ამ ნერვიულდი. Ricco buonanotte. მე ხლა უყურებ ზემოდან რუკას და ვცდილობ აღვიდგინო ეს ყველაფერი. აუ არ დაწონებული საერთოდ. თაგმა თხარა და კატა გამოთხარა. მოდი გავრისკავრა. არ გვახსოვს ქალბატონო ნინო. ცოტა კითხავ დამაბნია, ეხლა ცოტა ნერვიულია. უცავაგო იყოს რა. შენ მამალო გაჩუმე ენ შენ დედალო წამომხევი ნელა. მშვიდობისა. მე გახლავართ დათო დარჩია და ჩვენ თამაშობთ თამაშს, შენ შეგიძლია მოიგო 100,000. ახლა მივესალმოთ ჩვენს პირველ მონაწილეს. ნინო ერისთავი. მადლობა ჩვენს დარბაზს, განსაკუთრებით თამარ მეფის სახელობის სკოლა გიმნაზიას, მე-60 საჯარო სკოლას და 32 საჯარო სკოლას. აბა ქალბატონო ნინო, როგორ ბრძანდებით? მადლობთ, კარგად. ნინო არის 61 წლის თბილისიდან. პროფესიით იურისტი, ჰობი მოგზაურობა, მშვენიერი და ცურვა, უფრო მშვენიერი. ქალბატონო ნინო, ვისთან ერთად მობრძანდით ჩვენთან? მე მოვედი ჩემ შვილიშვილებთან ერთად. 3 შვილიშვილი მყავს, ელენე, ანასტასია და ნინო. ელენე, ანასტასია, მოგესალმებით. აი ესეთ შეხვედრებზე ჩვენ სულ ერთად დავდივართ და როგორც მსახიობს გეტყვით, რომ ტრადიცია გვაქვს თვეში ორჯერ აუცილებლად დავდივართ თეატრში. ძალიან კარგი. ამ თვეში ქონდა მითოლოგიის თვე, ვნახეთ ფედრა ცეცხლისალში და პრომეთე. დიდი მადლობა, დიდი მადლობა. ძალიან კარგი. ქალბატონო ნინო და რომ მოვიგებთ 100,000, რას ვაპირებთ? გულახდილად რომ გითხრათ პირველ რიგში, ჩემ ოჯახთან ერთად, ჩემ შვილიშვილებთან ერთად წავალ სამოგზაუროდ, აუცილებლად. მე წარმატებებს გისურვებთ. ახლა კი წესები მინდა შეგახსენოთ. 100,000 ლარის მოსაგებად თქვენ სწორად უნდა უპასუხოთ 15 შეკითხვას. მეხუთე და მეათე შეკითხვები გარანტირებული თანხებია. მეხუთე შეკითხვა იგებს 300 ლარს, ხოლო მეათე 3,000. თქვენ გაქვთ 3 დახმარება 50-50-ზე ზარი ახლობელთან და კითხეთ დარბაზს. შეგიძლიათ ნებისმიერ დროს შეწყვიტოთ თამაში და წაიღოთ თქვენი მოგებული თანხა, მაგრამ თუ არასწორად მიპასუხებთ კითხვას, მაშინ რა თქმა უნდა დაკარგავთ მოგებულ თანხასაც. გასაგებია ხო ყველაფერი? დიახ. მზად ხართ ქალბატონო ნინო? მზად ვარ. მაშასე, ჩვენ თამაშობთ თამაშს, შენ შეგიძლია მოიგო 100,000. პირველი კითხვა. 100 ლარი. რომელ თითს წევთ ზემოთ მოწონების ნიშნად? ცერს, ნექს, საჩვენებელს, შუას. ცერს. ცერს. რა თქმა უნდა, 100 ლარი თქვენ. მეორე კითხვა 150 ლარი. თუ სელფი 5 ადამიანთან ერთად გადაიღეთ, რამდენი ადამიანი გამოჩნდება ფოტოზე? 5, 6, 7 თუ 10? B 6. B 6. 150 ლარი თქვენია. მესამე კითხვა 200 ლარი. რომელია სუნელებით შეზავებული საქართველოში ცნობილი ტრადიციული მარილი? სვანური მარილი, გურული მარილი, მეგრული მარილი თუ ქვეშენი ჭირიმე მარილი? სვანური მარილი.
A. სვანური მარილი. და 200 ლარი თქვენია. გურული მარილი სწრაფი იქნებოდა, სწრაფად ამარილებს, ეთქვა გურული მარილი. მეოთხე კითხვა. 250 ლარი. ქართული ანდაზის თანახმად რა გამოთხარა თაგვმა? გვირაბი, ყველი, კატა, განძი. C. კატა. C. კატა. თაგვმა თხარა და კატა გამოთხარა. 250 ლარი თქვენია და მიუახლოვდით მეხუთე გარანტირებულ 300 ლარს. რომელი მსახიობის ცნობილი გმირის ფრაზაა? I'll be back ფილმში ტერმინატორი. სილვესტერ სტალონეს, არნოლდ შვარცენეგერის, ჟან-კლოდ ვან დამის თუ ჩაკ ნორისის. არ გვახსოვს გალბატონო ნინო. არ გვახსოვს. გააქვთ ისე ნანახი ფილმი ტერმინატორი? კი. I'll be back. ვინ თამაშობს ტერმინატორში? ერთ-ერთ თავარ როლს. შვარცენეგერი. ფრაზაც რო ვთქვათ? ფრაზაც რო ვთქვათ, ეს იქნება B. არნოლდ შვარცენეგერის. არნოლდ შვარცენეგერი. I'll be back. რა თქმა უნდა, და გარანტირებული 300 ლარი თქვენია. თქვენ უკვე გაქვთ გარანტირებული 300 ლარი, რომელსაც ვერავინ წაგართმევთ. ასევე 3 დახმარებაც. და მეექვსე კითხვა 400 ლარი. სულ რამდენი სადგურია თბილისის მეტროს მეორე ხაზზე სადგურის მოედნის ჩათვლით? A 5, B 6, C 7 თუ D 8. რომ ჩამოვთვალოთ, რომ არ შეგეშალოს, ხმამაღლა შეგვიძლია ჩამოვთვალოთ. სადგურის მოედანი, წერეთელი, ტექნიკური უნივერსიტეტი, სამედიცინო უნივერსიტეტი, დელისი, ვაჟა-ფშაველა და უნივერსიტეტი. ანუ 7 C. საბოლოო პასუხია? 7 C. C 7. რა თქმა უნდა, 400 ლარი თქვენია. კარგად მივდივართ, ქალბატონო ნინო. მე-7 კითხვა 500 ლარი. რომელი ჰორმონის გამოყოფა ეუბნება ორგანიზმს, რომ ძილის დროა და უძილობისას აბების სახითაც იღებენ? A. ინსულინი, B. კორტიზოლი, C. ადრენალინი თუ D. მელატონინი? D. მელატონინი. ინსულინ დამოუკიდებული ადამიანებს დიაბეტიკებს უწოდებენ, დიაბეტიან ადამიანს და შაქრის დონის მომატებას ნიშნავს ორგანიზმში. ადრენალინი? ადრენალინი უფრო ენერგიის გამომყოფი ჰორმონია და კორტიზოლი ტვინის რომელიღაცა ნათხემში გამოიყოფა და ეს კორტიზოლი ძილს არ განაპირობებს. აი მელატონინი რა თქმა უნდა, აბებიც არის და მელატონინის გამოყოფის დროს ხდება ღრმა ძილი. გასაგებია? ანუ საბოლოო პასუხია? D მელატონინი. D მელატონინი. და რა თქმა უნდა, 500 ლარი თქვენია. ზებს ჩვენივად ჩამოვაყალიბოთ ეს ყველაფერი, რომ დარწმუნებულიც იყავით პასუხში. ძალიან კარგი. დახმარებები არ გამოგვიყენებია. კარგად მივდივართ და წინ მერვე კითხვა 1000 ლარი. რომელია შავი არაგვი? A. თიულეთის არაგვი, B. გუდამაყარის არაგვი, C. ხევსურეთის არაგვი თუ D. ფშავის არაგვი? რამე ვერსია თუ გაქვთ, ქალბატონო ნინო? ვერსია მაქვს თიულეთის არაგვი ვერსია, მაგრამ ეხლა უყურებ
ზემოდან რუკას და ვცდილობ აღვიდგინო ეს ყველაფერი. თეორიის ისე გუდამაყრის ან ფშავის არაგვი. მე შემიძლია დახმარება შემოგთავაზოთ. 50-50-ზე ზარი ახლობელთან დარბაზის დახმარება. რაც შემიძლია ეს არის. მოდი დარბაზს ვკითხოთ. ვიყენებთ დარბაზის დახმარებას. დიახ, დარბაზის დახმარება. დარბაზს ვთხოვთ, ვინც იცის სწორი პასუხი, ხელი აიწიოს. მხოლოდ ერთი მსურველი გვყავს. გაგვეცანით, დიახ. დობას უცხადებ. მოგესალმებით, მე ფიასოსო. თუ არ ვწდები, ეს არის გუდამაყრის არაგვი. მადლობა. ქალბატონო ნინო, დარბაზში მხოლოდ ერთი მოსაზრება გამოითქვა, ისიც არა დარწმუნებული 100%-ით. დიახ. გუდა შეიძლება რომ 50-50-იც ეხლა გამოვიყენო? რა თქმა უნდა. მოდით 50-50-იც. ვიყენებთ კომპიუტერის დახმარებას. დიახ, კომპიუტერს ვთხოვთ წაშალოს ორი არასწორი პასუხი. თქვენი მოსაზრება მთიულეთი წაიშალა. დიახ. და დარჩა გუდამაყარი და გუდამაყრის ფშავი. და ფშავის. გუდამაყარი B. ვენდობით დარბაზის ვენდობით დარბაზს. დარბაზსაც. და საბოლოო პასუხია B გუდამაყარი. B. გუდამაყრის არა. გუდამაყრის არაგვი. დამართალია. მადლობა დარბაზ. მადლობა. 1000 ლარი თქვენია ქალბატონო ნინო. ორი დახმარება გამოვიყენეთ, მაგრამ ნუ გადავამოწმეთ და 100%-ით თქვით შემდეგ. დიახ. მივედით მეცხრე კითხვამდე 2000 ლარი. ამ ცნობილი ლიტერატურული ნაწარმოებიდან, რომლის თაგონების წყარო იყო მეზღვაური ალექსანდრ სელკირკი. A. გულივერის მოგზაურობის. B. რობინზონ კრუზოს. C. გრაფ მონტე-კრისტოს. თუ D. მობი დიკის. გახსოვთ ქალბატონო ნინო? გამორიცხვის მეთოდით მივდივარ და დიახ. სელკირკი არ და რო ვიმსჯელოთ, დიახ. გულივერის მოგზაურობის არა. რობინზონ კრუზოს არ ვიცი. მონტე-კრისტოს არა, მობი დიკის. ანუ 100-ს გამორიცხავთ. 100-ს გამოვრიცხავ. სელკირკი. მოდით ზარი ახლობელთან. ვისთან ვეკავთ ქალბატონო ნინო? ვეკავთ არჩილ მაჭავარიან. არჩილთან, კი ბატონო. ვიყენებთ მესამე დახმარებას ზარი ახლობელთან და ვეკავთ არჩილთან. არჩილ გამარჯობათ. გამარჯობა. დათო დარჩია, გაწუხებთ გადაცემიდან, შენ შეგიძლია მოიგო 100.000. გამარჯობათ, მოგესალმებით. მოგესალმებით. ნინო ერისთავი მიზის, მე აქ სათამაშოდ და თქვენი დახმარება ესაჭიროება. ვეცდები. დიახ, თუ სწორად გასცემს პასუხს, მოიგებს 2000 ლარს. ძალიან ვეცდები. 30 წამი გაქვთ დრო და ქალბატონი ნინო თავად დაგისვამთ კითხვას და დრო ჩაირთო. ცნობილი ლიტერატურული ნაწარმოებებიდან, რომლის შთაგონების წყარო იყო მეზღვაური ალექსანდრ სელკირკი, გულივერის მოგზაურობის, გრაფი მონტე-კრისტო, რობინზონ კრუზო, მობი დიკი. ალექსანდრ სელკირკი. 9 წამი. გამოვიყურეთ კიდე ვარიანტები. გულივერი, ხუთი გრაფ წამი. მონტე-კრისტო, რობინზონ კრუზო, მობი დიკი. სამწუხაროდ პასუხი
ვერ მოესწრო და დრო ამოიწურა. დიახ. დახმარებები აღარ გვაქვს ქალბატონო ნინო. დიახ. თქვენ თუ სწორად უპასუხებთ 2000 ლარს მოიგებთ, თუ ვერ უპასუხებთ ჩამოვარდებით გარანტირებულ 300 ლარზე. ასევე შეგიძლიათ შეწყვიტოთ თამაში და ამ შემთხვევაში 1000 ლარს წაიღებთ. თქვენი გადასაწყვეტია. გარისკავთ, შეგიძლიათ იფიქროთ. დრო გვაქვს. იცით რა, იმდენად სასიამოვნო იყო აქ მოსვლა, თამაში, თქვენთან ურთიერთობა, პუბლიკასთან ურთიერთობა, თვითონ ტექნიკურ პერსონალთანაც. მოდით მე ამ 1000 ლარს დავსჯერდები და შევწყვეტ თამაში. ჩემთვის ძალიან კარგი გამოცდილებაა, მით უმეტეს 61 წლის ასაკში და შევწყვეტ თამაში. გასაგებია. ანუ ეს თქვენი საბოლოო გადაწყვეტილებაა, თქვენ წყვეტ თამაშს. საბოლოო გადაწყვეტილება. კარგით. თქვენ თამაშს, თქვენ 1000 ლარი გაქვთ. მაგრამ რომ გვითხრათ მაინც რას გვიპასუხებდით? Moby Dick, Moby Dicks. და თქვენ სწორად მოიქეცით, ეს Robinson Crusoe იყო. ეს ვერსიაც გქონდათ. მაგრამ არა უშავს, მადლობა მობრძანებისთვის და კარგი თამაშისთვის. 1000 ლარი თქვენია. მაშასე ჩვენ ვაგრძელებთ თამაშს, შეგიძლია მოიგო 100,000. გთხოვთ მივესალმოთ ბეკა არდგომელაშვილი, გთხოვთ. ბეკა როგორ ხარ? კარგად, მადლობ, თქვენ როგორ ხართ? მადლობა, კარგად. ბეკა არის 29 წლის თბილისიდან. პროფესიით იუმორისტი. ძალიან კარგი. ახლო პროფესიები გვაქვს. იუმორისტი რას ნიშნავს? ხალხის კარგ განწყობაზე ვზრუნავ და ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში ეგრე მიმაჩნია. ფიქრობთ ხალხის კარგ განწყობაზე. ძალიან კარგი, ძალიან კარგი. რას მოიცავს ეს კარგი განწყობა? აი სადმე თქვენ გამოსულები გვაქვს თუ რამ სივრცე მეგობრებთან ერთად გვაქვს TikTok, Facebook და YouTube-ს პლატფორმა ასე ვთქვათ. პლატფორმაზე დიახ. და ერთად ვაკეთებთ ამ იუმორისტულ სკეჩებს, მონაკვეთებს, განსახიერებებს და ასე შემდეგ. ძალიან კარგი. ძალიან კარგი. რაში გამოიყენებ რომ მოიგებ 100,000 ლარს? პირველ რიგში ვაპირებ YouTube-ისთვის, რაღაც ტექნიკის შეძენას ვაპირებ, კამერების და ასე შემდეგ, რომ დასამონტაჟებლად რაღაცებს ცოტა გავიმარტივოთ. დიახ. დანარჩენს მეგობრებთან ერთად გამოვიყენებთ და დანარჩენს მეგობრებთან ერთად. ვისთან ერთად მობძანთ სტუდიაში? ჩემი ბავშვობის მეგობართან, მიშიკო მაჭრაშვილთან ერთად. მოგესალმებით მიშიკო, მოგესალმებით. ბეკა, მე შეგახსენებ წესებს. დიახ. 100,000 ლარის მოსაგებად შენ უნდა უპასუხო სწორად 15 შეკითხვას. მეხუთე და მეათე შეკითხვები გარანტირებული თანხებია. მეხუთე შეკითხვა იგებს 300 ლარს, ხოლო მეათე 3,000. თქვენ გაქვთ სამი დახმარება 50-50-ზე, ზარი ახლობელთან და კითხეთ დარბაზს. შეგიძლიათ ნებისმიერ დროს შეწყვიტოთ თამაში და აიღო მოგებული თანხა. ოღონდ თუ არასწორად მიპასუხებთ კითხვას, მაშინ დაკარგავ მოგებულ თანხას. გასაგებია ხო ყველაფერი? დიახ, დიახ. მზად ხარ თამაშისთვის? დიახ. მოგებისთვისაც. რა თქმა უნდა. ძალიან კარგი, მაშასე, ჩვენ თამაშობ თამაშს, შენ შეგიძლია მოიგო 100,000. პირველი კითხვა. 100 ლარი. ამათგან რა არ გამოუყენებია არც ერთ გოჩს სახლის ასაშენებლად ცნობილ ზღაპარში? ჩალა, ფიჩხი, აგური, ბეტონი. 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 და 100 ლარი თქვენია. მეორე კითხვა. 150 ლარი. თუ წიგნის მეათე გვერდს ვკითხულობ, რამდენჯერ უნდა გადავფუძვლო წიგნი, რომ მე-12 გვერდზე გადახვიდე? ერთხელ, 3-ჯერ, 5-ჯერ,
თუ არც ერთხელ. კითხულობთ, მე-10 გვერდია. გვინდა მე-12 გვერდზე გადასვლა. რამდენჯერ ფულსლავთ? ბეკა. ცოტა კითხვამ დამაბნია, ეხლა ცოტა ნერვიულობ და არ ვინერვიულობთ, რამდენჯერ ფულსლავთ? მე-10 გვერდზე ვართ. დიახ, ორჯერ მაგარ მე-12 გვერდზე გვინდა, რამდენჯერ ფულსლავთ? ორჯერ. ბატონო? ორჯერ. ორჯერ არ გვაქვს. ორი არ გვაქვს. ორი არ გვაქვს. რომელი იქნება ესე იგი? ერთხელ. ერთხელ, რა თქმა უნდა. აი, რო გადავფუძნოთ, მე-10 გვერდი არის, დავხედეთ, ბეკა მე-10 გვერდია. გადავფუძნეთ. რომელი იქნება? მე-11 და მე-12, ანუ ესე იგი ერთხელ გადავფუძნეთ. კი. 150 არის თქვენია. სანერვიულო არაფერი გვაქვს, თავარი დაუფიქრეთ. მესამე კითხვა, 200 ლარი. რომელ დღეს დაბადებული აღნიშნავს დაბადების დღეს 4 წელიწადში ერთხელ? 1 იანვარს, 29 თებერვალს, 8 მარტს თუ 31 დეკემბერს? B29 თებერვალს. ასე კი მაინც ემატება, მაგრამ 4 წელიწადში ერთხელ არის ეს ყველაფერი. B29 თებერვალს, რა თქმა უნდა. 200 ლარი თქვენია. მეოთხე კითხვა. 250 ლარი. თუ თბილისში ღამის 3 საათზე წვიმს, გამოანათებს თუ არა მზე ზუსტად 24 საათის შემდეგ? კარგად დაუკვირდი. A. დიახ, შესაძლებელია. B. არა, შეუძლებელია. C. შესაძლებელია მხოლოდ ზაფხულში. თუ D. შესაძლებელია მხოლოდ გაზაფხულზე. B არ არის შეუძლებელი. B. არა, შეუძლებელია. რა თქმა უნდა, ისე ღამის 3 საათი და 250 ლარი თქვენია. ბეკა. მივახლოვდით მეხუთე კითხვას, გარანტირებული 300 ლარი, რომელსაც ხელს ვერავინ ვეღარ ახლებს. თქვენს გარდა რა თქმა უნდა. ვისი ძეგლი ჩამოაგდეს თბილისის ამჟამინდელ თავისუფლების მოედნიდან 1980 წელს? ლენინის, სტალინის, ბერიას, მარქსის და ენგელსის. ნუ მარქსის და ენგელსის რა იქნება იგი? გამორიცხულია ბერიას არ ქონია, ნუ ლენინის და სტალინის ქონდა რა თქმა უნდა ძეგლები. გახსოვთ თავისუფლებაზე რა იდგა? ეხლა რა დგას? ხო გახსოვთ? ეხლა წმინდა გიორგის. კი ბატონო. ადრე რა იქნებოდა? სტალინის იქნებოდა, დიდი ალბათობით სტალინის იქნებოდა. თბილისში. გორშიც იყო სტალინის. გორში არა, თბილისში. ხო. დედაქალაქში საქართველოს. ლენინის რატომღაც არ მგონია რომ ლენინის ძეგლი იყო, არა ლენინის საკულტოდ იმდენად იყო, იმდენ ადგილას. თავისუფლების მოედანს თუ იცი რა ერქვა ადრე? არა, სამწუხაროდ არ ვიცი. ხომ არ გამოიყენებ დახმარებას? კი, გამოვიყენებ. რომელ დახმარებას? კომპიუტერის დახმარებას. კომპიუტერის დახმარებას? ცოტა ავივენი რომ. კი ბატონო. კომპიუტერს ვთხოვთ, საგვიშალოს ორი არასწორი პასუხი. რასაც ფიქრობდით, ბეკა წაიშალა. ხო, ნუ ლენინს და იმას ფიქრობ. დაგვრჩა ლენინი და ბერია. აუ, არ ვარ დარწმუნებული საერთოდ. ლენინის სიტყვი რა. ლენინის სიტყვი. საბოლოო პასუხი? კი ბატონო. ლენინის. ქუჩის სახელი რა მახსოვს ახლა? ბეკა ეს იყო ლენინის მოედანი და ლენინის ძეგლი ჩამოაგდეს 1980 სამწუხაროა რომ ესე მალე მომიწია დახმარების გამოყენება. არა უშავს, თუმცა გარანტირებული 300 ლარი გაქვს. და კიდევ ორი დახმარება. კი, ხა გამახსენდა. და მეექვსე კითხვა 400 ლარი. ამ საგზაო ნიშნებიდან რომელზე არ არის გამოსახული ადამიანი? ქვეითთა მიწისქვეშა გადასასვლელი. B. ბავშვები. C. საგზაო სამუშაოები. თუ D. ველობილიკის გადაკვეთა.
გახსოვს? იცი კარგად საგზაო ნიშნავს. ბავშვებისგან აუცილებლად გამოსახულია საგზაო სამუშაოების ახატი ადამიანი, რომელიც მუშაობს. დიახ. ქვეითსაც ახატია მწვანედ გამოსახული, როცა ჩასასვლელია. კი ბატონო. დე ველობილიკის გადაკვეთისას ველოსიპედი უნდა ეხატოს როგორც. საბოლოო პასუხი? დე ველობილიკის გადაკვეთა. დე ველობილიკის გადაკვეთა. და ეს სწორი პასუხია 400 ლარი თქვენია. ველობილიკის გადაკვეთის ნიშანზე მხოლოდ ველოსიპედია გამოსახული. მე-7 კითხვა 500 ლარი. რომელი ქართული ღვინო არ მზადდება საფერავის ჯიშის ყურძნისგან? A. კინძმარაული, B. მუკუზანი, C. ხვანჭკარა, D. საფერავი. ნუ საფერავი გამორიცხულია. ხვანჭკარაც. მუკუზანი და კინძმარაულ შორის არის რომელი გამორიცხე? ხვანჭკარა და საფერავი გამორიცხე. ხვანჭკარა და რატო გამორიცხე? მუქი შეფერილობისა ორივე რა თქმა უნდა. არ მზადდება, ხო? დიახ, არ მზადდება. კინძმარაული არ მზადდება თუ სწორედ მახსოვს. რამდენადაც გახსოვთ, მაგრამ 100%-ით არ გახსოვთ. არა, დარწმუნებული არ ვარ 100%-ით. მუკუზანიც რაღაც მუქი შეფერილობის მახსოვს. მუკუზანის ღვინო. ბექა დახმარებას არ გამოიყენებ და პირდაპირ იტყვი პასუხს თუ მაინც რომელი ქართული ღვინო ყავდა საფერავი ჯიშის არ მზადდება საფერავი ხვანჭკარა მუკუზანი. ავი დარბაზის დახმარებას გამოიყენებდი ცოტა ამანაც ამარია. ვიყენებთ დარბაზის დახმარებას. დარბაზში გთხოვთ ხელი აწიოს, ვინც იცის სწორი პასუხი. 1, 2 სურველი გვყავს. გამარჯობათ, მე ვარ მიხეილი მაჭარაშვილი, მოგესალმებით ყველას გისურვებთ წარმატებებს. მე ვფიქრობ, სრულად ვერ ვიცნობ ღვინის სახეობებს და ასე შემდეგ, მაგრამ ჩემი სავარაუდო პასუხია მუკუზანი. მადლობა, გთხოვთ. გამარჯობა, მე ვარ მათე და დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის ხვანჭკარა. ხვანჭკარა რაჭის მხარეში მოდის, კინძმარაული არის იგივე დამტკმარი საფერავი, მუკუზანიც ჩვენი ზონა არის კახეთის და საფერავი თავისთავად. ეს სამი ჯიში მოდის კახეთში, ხვანჭკარა არის რაჭის მხარიდან. მადლობა დიდი. გამარჯობა, მე ვარ რატი და მეც ამ ორ მონაწილეს დავეთანხმები და მეც ხვანჭკარაული მგონია. დიდი მადლობა. ბექა, სამი ადამიანიდან ორმა ბრძანა ხვანჭკარა, ერთმა მუკუზანი. თუმცა ერთი ძალიან დარწმუნებული გითხრა რომ 100%-ით ვიცი რომ ხვანჭკარაა. რას ვიზამთ? ენდობი თუ? კი, ვენდობით. ვენდობით. C ხვანჭკარა მაშინ. საბოლოო პასუხი? C ხვანჭკარა. ვაკვითლებთ C ხვანჭკარა. და ეს სწორი პასუხია. მადლობა დარბაზ. 500 ლარი თქვენია. დახმარება გამოვიყენეთ ბექა, მაგრამ კიდე ერთი გვაქვს. დაგვრჩა ზარი ახლობელთან და მერვე კითხვა 1000 ლარი. რა ნომერი იყო კალმარის თამაშების მთავარი გმირი სეონგი ჰუნი? A 345, B 456, C 567, D 678. საკმაოდ პოპულარული სერიალია, ბევრმა იცის. ჩემ ბავშვებს უკითხო ეგრევე მეტყოდნენ რაც ციფრი და მე სამწუხაროდ არ მაქვს ეგრე დეტალურად. თქვენ ასე ალაგ-ალაგ გაქვთ ანახი. ინტერნეტში რაც აგრებდა ფრაგმენტებს მაგერებს ეგენი მაქვს ნახე. მაგრამ თავარი გმირისის არ გახსოვთ ეს ნომერი რაც ეწერა. ხო. ხომ არ ემახსოვრება ვინმე ისეთ ან მეგობარს ან ათესავს ზარი ახლობელთან რომ გავაკეთოთ რომ კი შეიძლება უბრალოდ ეხა ვფიქრობ აი 557-ს ვფიქრობ რატომღაც. რატო ფიქრობთ 500? ხუთიანი მახსოვს ის პერსონაჟი ვინც თამაშობს, ვინც საბოლოო ჯამში მე ამ ყველაფრის ორგანიზატორია. მოხუცი ადამიანი და რაღაც 5 და 6-იანი მახსოვს რომ რაღაც ეწერა იმ ფორმაზე რა. შეიძლება ვცდები კიდეც.
თან ციფრები ისეა დალაგებულიო 4 5 6 გამოდის B-ზეც და C-ზეც 5 6 7 გამოდის თითქმის ერთნაირი ციფრებია რა. ესე ყველა მიყოლებით არის 3 4 5 4 5 6 რაღაც 5 6 7 ლოგიკას ვცდილობ და დავიჭირო. აი, იცი რას ვიზამ? დიახ. მეგობარს დაურეკოთ. ვისთან ვეკავთ? თორნიკე ალავერდაშვილს. თორნიკესთან. ვიყენებთ მესამე დახმარებას ზარი ახლობელთან და ვეკავთ თორნიკესთან. თორნიკე გამარჯობა. გამარჯობა. დათო დარჩია გაწუხებთ გადაცემიდან შენ შეგიძლია მოიგო 100,000. გამარჯობა დავით. ბექა მიზის პირისპირ და შენი დახმარება ესაჭიროება. თითაც შეუძლებ აქ ვარ ბექა, მიდი. 30 წამი გაქვს დრო და ბექა თავად დაგისვამს კითხვას და დრო ჩაირთო. რა ნომერი იყო კალმარის თამაშების მთავარი გმირი სეონგ გი ჰუნი? A 350. ჰუნით როგორ მითხარი? სეონგ გი ჰუნი. იხუნი. 345 მითხარი ბარე. 345 456 567 თუ 678. 456. 456? ხო. 5 წამი 456 უეჭი ზეპირადის სექსერიალი ბექა. აი. მადლობა მეგობარმა დარწმუნებით თქვა რომ ზეპირად ვიცი ეგ სერიალი ნანახია კაშკა და გითხრათ ანუ ვენდობით დიახ რა თქმა უნდა ვენდობით მეგობარს და საბოლოო პასუხია B456 თქვენი მეგობარი აბსოლუტურად მართალია და 1000 ლარი თქვენია ილოცავთ ბექა 1000 ლარი გვაქვს, მაგრამ დახმარებები აღარ გვაქვს. მეცხრე კითხვა 2000 ლარი. მათემატიკაში 0 არის A კენტი რიცხვი, B ლუწი რიცხვი, C არც ერთი თუ D ორივე. C არც ერთია, არც ლუწია, არც კენტია. ზუსტად ვიცით. დახმარებები აღარ გვაქვს. თუ არასწორად უპასუხებ, თანხას დავკარგავ. ჩამოვარდები 300 ლარზე, 700 ლარს დაკარგავ. თუ სწორი იქნება პასუხი 2000 ლარი გეკნებათ, შეგიძლიათ შეწყვიტოთ თამაში, ბექა და წაიღოთ 1000 ლარი. თუ 100%-ით დარწმუნებული ხარ, მაშინ მითხარი და C არც ერთია, რა როგორც მახსოვს ეგრეა რა. საბოლოო პასუხია? დიახ. C არც ერთი. ბექა მე შემოგთავაზე. შეგეწყვიტა თამაში და წაგეღო 1000 ლარი. თუმცა გარისკე და სამწუხაროდ ცირიცქია. პასუხი არასწორია. 0 არის ლუწი რიცხვი. თუმცა 300 ლარი გარანტირებული თქვენია. მადლობა კარგი თამაშისთვის და მომბრძანებისთვის. მადლობა თქვენ. გაიხარეთ ხო. ჩვენ ვაგრძელებთ თამაშს, ჩვენ შეგიძლია მოიგო 100,000. და ჩვენი შემდეგი მონაწილეა ნიკოლოზ პირტახია. გთხოვთ მივესალმოთ. აბა ნიკოლოზ, როგორ ხარ? თქვენ როგორ ხართ? მე კარგად. ხომ არ ნერვიულობ? აი რო გამოდიოდი ამ ნერვიულდი. ნიკოლოზი არის 36 წლის. რუსთავიდან. პროფესიით ეკონომისტი. ამჟამად არის სერვისის სპეციალისტი. ნიკოლოზის ჰობია ფეხბურთის თამაში და ლუდის დალევა. მეგობრებთან ერთად. ლუდის დალევა მეგობრებთან ერთად ყველას გვიყვარს. მე რომ მოვიგებ დავლიოთ მე ერთად ყველას. ნიკოლოზ, გეგმები რა გვაქვს რომ მოვიგებთ 100,000 ლარს? პირველ რიგში ევროც რო დავლებთ გასაგებია მეგობრებთან ერთად. კიდე რას ვიცი?
პირველ რიგში რამდენიმე ოჯახი ვიცი, რომ ვისაც დახმარება ჭირდება და მინდა რომ დავეხმარო და დანარჩენზე არ მომფიქრებია ჯერ საბოლოო ჯამში, თორე ესე ლუცი. პირველ რიგში დახმარებისთვის. პირველ რიგში კი ვიცი, რომ დავეხმარო. ძალიან კარგი. მაშინ მე წესებს აგიხსნი. 100,000 ლარის მოსაგებად სწორად უნდა უპასუხოთ 15 შეკითხვას. მეხუთე და მეათე შეკითხვები გარანტირებული თანხებია. მეხუთე შეკითხვა იგებს 300 ლარს, ხოლო მეათე 3,000. შენ გაქვს 3 დახმარება 50-50-ზე, ზარი ახლობელთან და კითხეთ დარბაზს. შეგიძლია ნებისმიერ დროს შეწყვიტო თამაში და წაიღო მოგებული თანხა. ხოლო თუ არასწორად უპასუხებ კითხვას, მაშინ დაკარგავ მოგებულ თანხას. გასაგებია ხო ყველაფერი? კი ბატონო. მზად ხარ თამაშისთვის? მაშასე, ჩვენ ვთამაშობ თამაშს, შენ შეგიძლია მოიგო 100,000. პირველი კითხვა, 100 ლარი. რა აძლევს ბორშს წითელ ფერს? სტაფილო, კომბოსტო, ხახვი თუ ჭარხალი? დე ჭარხალი. დე ჭარხალი. 100 ლარი თქვენია. დიდათ არ მიყავს, მაგრამ მეორე კითხვა, 150 ლარი. თუ ჯგუფის ჩატში 10 ადამიანია და ერთს აქვს დაბადების დღე, ყველა მიულოცამას იუბილე ერთხელ, რამდენჯერ გამოჩნდება ჩატში მილოცვა? 20-ჯერ, 10-ჯერ, 9-ჯერ, ერთხელ. 10 ადამიანი. ჩატში მილოცვა გამოჩნდება რამდენჯერ? 9-ჯერ, რა თქმა უნდა. და ის ერთი არ გამოჩნდება ვისი დაბადების დღეც არის. ვაღვიძლებთ? C 9-ჯერ. ხო, რა თქმა უნდა, თავის თავს. თუ ბევრი დაბადების ხანდახან ზოგს ხოლმე თავის თავსაც ულოცავენ ხოლმე ჩატში ხო. მესამე კითხვა, ნიკოლოს 200 ლარი. ქართულ საბავშვო სიმღერაში რომელიც ცხოველი ამბობს: შენ მამალო გაჩუმე ენა, შენ დედალო წამომხევი ნელა. კატა, მელა, გელი თუ დათვი? კატა კნავის არ ვერ იტყოდა. კატა კნავის. გელი ყმუის. დათვი ღნავის. დათვი ღნავის. მელა ლაპარაკობს ერთი როგორც იცი. და გრჩება? მელა. მელა. მარტო ერთი ლაპარაკობს, ხო? აჩენებია ველა. არა, მელა მათქუ არაო. არაო, მელა მათქუ არაო. და 200 ლარი თქვენია. მეოთხე კითხვა, 250 ლარი. რამდენჯერ ჟღერს სიტყვა შაბათი კვირის დღეების სახელებში? ერთხელ, 3-ჯერ, 5-ჯერ თუ 7-ჯერ? 7-ე მინდა რომ იყოს, მაგრამ ერთხელი ჟღერს შაბათი. რო ჩამოვთვალოთ? არას. 2 შაბათი, 3 შაბათი, 4 შაბათი, 5 შაბათი, პარასკევი, შაბათი და კვირა 5-ჯერ. ანუ C5. C5. რა თქმა უნდა. და 250 ლარი თქვენია. და მივედით გარანტირებულ 300 ლარზე. გაქვთ 3 დახმარება ასევე. მეხუთე კითხვა, 300 ლარი. რა ქვია ციფრებს, რომლებითაც აღინიშნება რიგითობითი რიცხვის სახელები? პირველი, მეორე, მეხუთე და ასე შემდეგ. ბერძნული, რომაული, ეგვიპტური თუ მაკედონიური? B რომაული. B რომაული. გარანტირებული 300 ლარი ნიკოლოს თქვენია, რომელსაც ვეღარავის აგაკლებთ. 3 დახმარებაც გვაქვს. კარგად მივდივართ და მეექვსე კითხვა.
400 ლარი. თუ ლონდონის ხიდიდან მონეტას გადააგდებ, რომელ მდინარეში ჩავარდება? A. ტემზაში, B. დუნაიში, C. სენაში, თუ D. რაინში. ნიკოლოს, წარმოვიდგინოთ, რომ დგავართ ლონდონის ხიდზე და ვაგდებთ მონეტას. სიამოვნებით გადავაგდებდი. სად ჩავარდება ის? როგორ გონია? ხარ ნამყოფი ლონდონში? სამწუხაროდ არ წავიდოდი სიამოვნებით. ცნობილი მდინარეებია ყველა, მაგრამ ნიკოლოს, თუ არ ვიცით, მაშინ მე შემიძლია დახმარება შემოგთავაზოს. მაგას ვფიქრობ სავარაუდოდ. მოდი დავრეკოთ. ვის დავრეკავთ? ბიძაჩებთ. ბიძასთან? გელასთან. გელა პირტახი. ვიყენებთ დახმარებას ზარი ახლობელთან. დავრეკავთ ბატონ გელასთან. გამარჯობათ? დიახ. ბატონი გელაბძანდებით? დიახ. გამარჯობათ. დათო დარჩია გაწუხებთ გადაცემიდან შეგიძლია მოიგო 100,000. დიახ. ნიკოლოს პირთახია მიზის. მე ხა პირისპირ და თქვენი დახმარება ჭირდება. დიახ. 30 წამი გაქვთ ბატონო გელა დრო და ნიკოლოზი თავად დაგისვამთ კითხვას. ზანეთ. დრო ჩაირთო. თუ ლონდონის ხიდიდან მონეტას გადააგდებთ, რომელ მდინარეში ჩავარდება? ტემზაში, დუნაიში, სენაში თუ რაინში? ტემზაში. თუ ტემზაში? ტემზაში დიახ. აი, გაგიმეორებ, აბა თუ ლონდონის ხიდიდან მონეტას გადააგდებთ, რომელ მდინარეში ჩავარდება? ტემზაში, დუნაიში, სენაში, რაინში? ტემზაში, რა თქმა უნდა. ტემზაში. 3 წამი, 2, 1 დრო ამოიწურა. დარწმუნებით გვიპასუხა ბიძამ, რომ ტემზ არის პასუხი სამჯერ გითხრა თან. მეჩხუბა თან. ტემზა იყოს. და საოგო იყოს რა. გავაყვითოთ ესე იგი A ტემზაში. ტემზაში. ტემზა არის ლონდონის ყველაზე გრძელი მდინარე. მადლობა ბიძას. სამწუხაროდ არ ვარ. სწორი პასუხისთვის. ერთი დახმარება გამოვიყენეთ, მაგრამ გჭირდებოდა. დროულიც იყო. მართლა. მეშვიდე კითხვა, 500 ლარი. რამდენი ჰორიზონტალური ხაზისგან შედგება კლასიკური მუსიკალური სანოტო სისტემა? A 3 B 4 C 5 D 7 ქონია შეხება ნიკოლოზ? შეხება არ მქონია, მაგრამ რაღაც ნოტები და რაღაცა შეხედვით მქონია ეგრე რაღაცეები და რამდენი ხაზი არის? რამდენი ხაზზე იწერება ნოტი? როგორც ვიცი, როგორც მახსოვს, ან 3 ან 4 სავარაუდოდ არ მახსოვს ზუსტად. ამდენი ხონდა 7-ის გარო არ შედგება, მგონი მახსოვს თუ არ ვცდები, არ ვიცი. და 5? 5-იც არ მგონი იყოს, და მაგდენი არ მახსოვს, რომ 5 ზოლი იყოს. ანუ ჩვენ ვფიქრობთ უფრო 3-სა და 4 შორის? რამდენი ჰორიზონტალური ხაზისგან შედგება კლასიკური მუსიკალური სანოტო სისტემა? ხომ არ გამოიყენებთ ნიკოლოს დახმარებას? დარბაზის დახმარებას გამოვიყენებ, კი ბატონო. დარბაზში ვინც იცის სწორი პასუხი, თხოვთ რომ ხელი აიწიოს. რამდენი ჰორიზონტალური ხაზისგან შედგება კლასიკური მუსიკალური სანოტო სისტემა? ხელი ავწიოთ. მადლობა, გვყავს. აბა გთხოვთ, გაგვეცანით? მოგესალმებით, მე ვარ მართა და ჩემი აზრით სწორი პასუხია 5. მადლობა. მოგესალმებით, მე ვარ ნინო და ჩემი პასუხიც არის 5. მადლობა.
დიახ. მოგესალმებით, მე ვარ თემური და მეც იგივე 5. 5. მადლობა. მოკლედ ნიკოლოს დარბაზში სამივე პასუხი არის 5. 4-ს ვარ ვიტყვი. რომელსაც შენ გამორიცხავდი. ენდობი დარბაზს გამორიცხავდი, უბრალოდ 3 და 4 თუ 5-იც გამორიცხავდი. კი, რა თქმა უნდა, ენდობი. და საბოლოო პასუხია? სწორი პასუხია C5. C5. რა თქმა უნდა თქვენ სწორად მოიქეცით რომ დარბაზს ენდეთ. მადლობა დარბაზს. და 500 ლარი თქვენია. დაგვრჩა ერთი დახმარება და მერვე კითხვა 1000 ლარი. რა სათაურით გავრცელდა საბჭოთა პერიოდში ამერიკული ფილმი Some Like It Hot? A. ქვიშის კარიერის გენერლები. B. ტუცი. C. კარგი, ცუდი და ბოროტი. D. ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან. აბა ნიკოლოს. ქვიშის კარიერის გენერლები არ მახსოვს რა კინოა. დანარჩენი სამივე ნაყურები მაქვს რა. ამერიკული ფილმი Some Like It Hot. თქვენ ერთი დახმარება კიდევ დაგჭირთ 50-50-ზე. ხომ არ გთხოვთ კომპიუტერს? მოდი გარეგან გამოვიყენებ მაგას. წაგვიშალოს ორი არასწორი პასუხი. ვიყენებთ მესამე დახმარებას და კომპიუტერს გთხოვთ წაგვიშალოს ორი არასწორი პასუხი. დარჩა B ტუცი და D ჯაში მხოლოდ ქალიშვილები არიან. რომელს ფიქრობთ ამ ვარიანტებიდან ნიკოლოს? უფრო D ჯაში მხოლოდ ქალიშვილები არიან. მაგას ფიქრობ? მაგას ფიქრობ. დარწმუნებით არ ფიქრობ. თუ დარწმუნებით ფიქრობ. არა, დარწმუნებით არ ფიქრობ. მაგრამ რატომღაც ნიკოლოს, თუ არასწორი იქნება პასუხი, დაკარგა 200 ლარს ამ შემთხვევაში და 300 ლარზე ჩამოვარდებით. თუ სწორი იქნება 1000 ლარს მოიგებთ, ან შეგიძლიათ შეწყვიტოთ თამაში და წაიღოთ 500 ლარი. გადაწყვეტილება თქვენზეა. ვრისკავთ თუ წყვეტ თამაშს? მოდი გავრისკავ რა. ვრისკავთ. კი ბატონო და საბოლოო პასუხია? ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არის. D. ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან. კარგია ნიკოლოს რომ გარისკე, იმიტომ რომ 1000 ლარი თქვენია. თუმცა დახმარებები აღარ გვაქვს. 1000 ლარი გვაქვს. მეცხრე კითხვა 2000 ლარი. ვისი სახელის გაგრძელებაა დი ლოდოვიკო ბუენაროტი სიმონი? A. მიქელანჯელოს. B. რაფაელის. C. დონატელოს. თუ D. ბოტიჩელის. დი ლოდოვიკო ბუენაროტი. ძალიან იმისავით ფიქრობ ახლა რა. დიახ. დას ფიქრობთ? ანუ საერთოდ ვერ ფიქრობთ ხო? ვერ ფიქრობთ. ვერსია? უბრალოდ ახლა იმაშვები რა, სახელების მიხედვით ვაყოლებ დანარჩენ იმებს, რომ რომაში უფრო შეიძლება ჩაჯდეს რა ის. დიახ. და რომელში? აი დონატელოს უფრო ფიქრობ. დონატელოს. დონატელო ლოდოვიკო. ნიკოლოს დახმარებები აღარ დაგვრჩა. თუ
სწორად უპასუხებ 2000 ლარს მოიგებ. თუ ვერ უპასუხებ სწორად 300 ლარზე ჩამოვარდები. თუმცა შეგიძლია ასევე შეწყვიტო თამაში და 1000 ლარი წაიღოთ. მოდი შევწყვიტავ რა. ეს საბოლოო გადაწყვეტილება თქვენი. ხო, იმიტომ რომ სავარაუდო ასე თქვა პასუხიც არ აქვს. სავარაუდო დონატელო მაქვს რა, რატომღაც ოღონდ რატო არ ვიცი. მომეწონა უბრალოდ რომ ჩავსვი. უბრალოდ მოგეწონა. შეიძლება სწორედ არის, კი და საერთოდ არ მაქვს პასუხი და მოდი ჯობია რომ შევწყვიტავ. ამ 1000 ლარს და ლუც დავლევ ისე. დაგპატიჟებ თქვენს და დავშევ. ესე იგი საბოლოო გადაწყვეტილებაა თქვენი რომ წყვეთ თამაშს. კი ბატონო. კი ბატონო. ნიკოლოზი წყვეთ თამაშს 1000 ლარი. თქვენია. თუმცა მაინც რომ გითხრათ თქვენი პასუხი, ესე იგი გავაკეთოთ C დონატელოს, ხო? და თქვენ არ იქნებოდით მართალი, ეს არის მიკელანჯელო ბუენაროცი, რა თქმა უნდა. გილოცავთ კარგ თამაშს და 1000 ლარს. მადლობა. ეს იყო თამაში, შენ შეგიძლია მოიგო 100,000. მე კი გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.